გამარჯობა, მოგესალმებით ბრიუსელიდან, მე და ჩემი შვილი. Რამდენიმე საათის წინ ჩამოვედი, დაახლოებით საათნახევარი ან 2 საათის წინ. ძალიან ცუდად ვართ, ჩემ შვილსაც ვაწვალე, იმიტომ რომ ანაირად არ გამოდის მოგზაურობა. გაიაროს, არ არის პრობლემა, მივბრძანდით. ბრიუსელში პირველად ვართ და მინდა რომ ერთად აღმოვაჩინოთ რა, რა ფასებია, როგორ შეიძლება გართობა, როგორ შეიძლება ოჯახთან ერთად დასვენება. გაგათვალიერებინებთ სასტუმროს, ძალიან კარგ ადგილზე გვაქვს. ხო, ხალხი ცოტა ხელს გვიშლის, ახლა წავიდეთ მაკდონალდში. პირველი ჩემი შვილი რო ჩამოდის ხოლმე ნებისმიერ რავი, სადაც არ უნდა ვიყოთ, მოკლედ მაკდონალდს კითხულობს და აი აქვეა ეგრევე და შეგვიძლია უკვე მაკდონალდის ფასები ნახოთ. წავედით. ხო, მოკლედ ფასებს რო შევხედავთ, ერთი შეხედეთ ცოტა ბევრია, მაგრამ ან საბოლოოდ არ გამოდის და მოკლედ შევუკვეთეთ 2 Big Mac-ის მენიუ დიდი, პლუს 2 ჰამბურგერი, პლუს კიდევ 1 ჰამბურგერი, პლუს რაღაცა milkshake და ჯამში გავიდა 21 евро. ანუ რეალურად ქართულ ფულზე ძვირია, მაგრამ თვის ძალიან. ანუ მოდიხარისაც ევროები გაგაცვლილი ჩემი აზრით, ყველას ეგრეა და 21 евро აღარ ჟღერს ბევრად. ქართულ ფულზე არ უნდა გადაიყვანო. და მოვედით, რისთვისაც ჩამოვედით, რაც ყველა ვიდეოშია აბსოლუტურად ეს არის ეს მოედანი, რომელიც ლაივში ბევრად ლამაზია. შუაში არის ულამაზესი ნაძვის ხე, არ ვიცი ვიდეოში როგორ ჩანს, მაგრამ აი ეს გარემო არის ულამაზესი მოკლედ რა და ხო, დღეს ძალიან დაღლილები ვართ. ძალიან მოკლედ შემოგთავაზე დღევანდელი ტური. აი სასტუმროში რომ მივალ სასტუმროს დაგათვალიერებინებთ, გეტყვით ფასებს ზოგადად და ნუ მოკლედ პირდაპირ გეტყვით რომ იაფი არ არის აქაურობა რა, ანუ რასაც შევხედე და სასტუმროს ფასებიც არის ძალიან ძვირი მოკლედ რა და სასტუმროს დაგათვალიერებინებთ რა თქმა უნდა და გეტყვით რა ჯდება ერთი ღამე, რა ფასებია და ასე შემდეგ. ეს გრან-პლასია, ბრიუსელის მთავარი მოედანი, რომელიც შობის დროს განსაკუთრებულია. ნაძვის ხე, განათებები და ათასობით ადამიანი ერთ სივრცეში. წამოვიდეთ. დღეს ბავშვი ძალიან გავაწვალეთ მოკლედ და რაღაც 1 საათი გავედით გარეთ ნახეთ უცებ რა ხდება და ეხლა დაუბრუნდით ისევ სასტუმროში. დაგათვალიერებინებთ, თან განახებთ ყველაფერს. ასევე გვაქვს რა თქმა უნდა ლუდი ცოტა. ეს გამოვიძახო. ლუდი გვაქვს საინტერესო. ChatGPT-ს თუ დავუჯერებთ, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო. ნახოთ როგორ იქნება. ხო, ფასები როგორც გითხარით, საკმაოდ სუპერ და კარგია. ხა, წამოშევიდეთ. ხა, ესე ჩვენი ძალიან პატარა და ლამაზი ნომერი. გაგათვალიერებინა. ესე ჩვენი პატარა ლამაზი ნომერი, რომელიც უკვე რა თქმა უნდა მისალაგებელია, მაგრამ მარც მილაგების თავი გქონდა და არც არაფერი. ძალიან ლამაზია დეტალებში, აი რომ დაუკვირდე თავის ეს შუქის ასანთებით და ეს პატარა მინიმალისტური რაღაც დეტალები არის ძალიან კარგი. მოკლედ ეს არის ზუსტად ცენტრში, რაც განახეთ წეღან. აქ მანქანაც ვერ მოდის მოკლედ, ანუ ფეხით ხდება ყოველგვარი გადაადგილება და ნომრის ღირებულება არის 200 евро ერთი ღამე. ცოტა ბევრია, მაგრამ სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე იაფი სასტუმროა, რაც ვნახეთ. ხო, ეხლა დავისვენებთ და ხვალ ერთად კარგად დავათვალიეროთ ყველაფერი. დროებით. გამარჯობა, დღე მეორე გათენდა ბრიუსელში. ცოტა ღრუბლიანი ამინდი გვაქვს, ცოტა ცივა, მაგრამ მთავარია წვიმა არ არის და ქარი არ არის. ყველაფერს ეშველება დანარჩი. ხო, დილას ძალიან ადრე ავდექით, ჩავედით, საუზმეთ, ვერაფრის გადაღება მოვასწარით. ხო, მამა, ზუსტად მეც მაგას ვამბობ.
მთელი დილა ეგრე ვიწყებლებოდი მეც, რომ ვერაფრის გადაღება მოვასწარით, მივდიოდით ამსტერდამში. ხო და სამწუხაროდ ბავშვს რომ არ აქვს ქარსითი, არ აგვიშვეს ავტობუსში. რაც შეეხება მანქანის ქირაობას, დღეში 1000 ლარი მითხრეს და ტურში რო წავიდე 350 евро. ამიტომ ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს ამსტერდამი. დავჩერდებით ისე უფრივისაც. წამეხა რაც თავარია შევჭამოთ ბელგიური ვაფლი და დანარჩენი კიდე რაღაცები ვნახოთ. წავედი. სენტ-იუბერის გალერეა, ცნობილი ისტორიული სავაჭრო ადგილი, სადაც შობა და ახალი წელი განსაკუთრებით იგრძნობა. გუში ღამე საერთოდ ვერ ვიგრძნით, თამდენი ხალხი რო იყო, მაშინ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა, მაგრამ ეხლა კატასტროფა ხდება. ძალიან ბევრი ტურისტია, ყველა ეროვნება შემოხდა. ძალიან ბევრი ქართველია. მოკლედ ბელგიაში ჩამოსვლა გირსა ახალწლად. სასწაულად ლამაზია ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ხალხია, რაც მე ძალიან მიყვარს. ეხლა მივსეირნავდით მოკლედ და გუში რო გითხარით, ხო იცი, ChatGPT-მ ყველაზე კარგი ლუდი მითხრა თქო და ეს რო იყო რომელიღაც. ანუ აი ეს სადაც შეგხვდებათ, ეგრევე გადააგდეთ, ან საზიზღრობა, ესეც საზიზღრობა ცხოვრებაში არ მაქვს თალეები. ძალიან გამიტყნა რა, რაღაცა ლუდი ვერ დავлия ჯერჯერობით და ეხლა ცოტა მოგზანდით. ეხლა ცოტა ისეთ ადამიანს უნდა უთხრა, ვინც ერკვევა და ვინც აქ ცხოვრობს, თორე რაღაცა ჯერ ძალიან წარმოუდგენელი, გაურკვეველი ფირმის ლუდებია. ცოტა ვერ გავიგე რომელია კარგი, იმიტომ რომ რაღაცა გამყიდველსაც რო ვკითხე, ესენი მირჩია და ამაზე საზღარი გემო მართლა არაფერს არ აქვს. ანუ ვერც დავлия ერთი კლუბიც კი ჩემო მეუკლებას. რა უნდა ჭამა? გიყვარს სუში? მოკლედ ახლა მოვედით სუშის საჭმელად და შეფასებებით როგორც ნახეთ, წესით კარგი უნდა იყოს და ველოდებით ნახოთ როგორი იქნება. ხო, მოკლედ როგორც შეგპირდით წეგან ბელგიური ვაფლი უნდა გვეჭამა, მაგრამ არ ვიცი. ჩემი ცოლის დამსახურებაა ზოგადად ყოველდღეს სუშს რო ვჭამ. მოკლედ Sensei sushi ქვია. თუ მოხდით აქეთ, რეკომენდაციას ვუწევთ. რადგან ძალიან გემრიელი იყო, ფასიც ნორმალური იყო. დაახლოებით 50 ევრომდე დაგვიჯდა ყველაფერი, თავის 2 კოკა-კოლით და რაღაცა ცივი ჩაით. ანი, შენ რა სიტყვი მოგეწონა? მომეწონა კი. ცუდი არ იყო ნამდვილად. ეხლა წავალთ უკვე ოჯახურ დასვენებას. ერთადერთი ხელს რაც უშლის, შუადღეს ეს არის ბავშვის ძილი. ჩემი შვილი უკვე მითიშულია, ამიტომ წავალთ გზაში ვაფლს ავიღებთ, იმიტომ რომ რაც ჩამოვედით, მაგას ვამბობთ, რომ ვაფლი გავსინჯოთ ბელგიური, თუმცა ვერ მოვახერხეთ. მოკლედ გავსინჯავთ ან ავალთ ნომერში, ცოტა ხანი ჩვენც დავისვენებთ, ბავშვიც გამოიძინებს და საღამოს გამოვალთ ისევ ნახავთ რა შეგიძლია გავაკეთოთ. დროებით. ჩვენთან სასტუმროში საგიჟეთ ხდება, მოკლედ. აი ეხლაც არ დაგვსალდა ვაფლის ჭამა. სამწუხაროდ. ბავშვი მიგვეთიშა. კარგით, მოკლედ. ეს არის ზუსტად ცენტრი, სადაც არის საშობაო მარკეტი და ჩვენი სასტუმროც არის ზუსტად აქ. ანუ ლოკაცია არის იდეალური. არ ვიცი. გამოხვალ თუ არა ეგრევე ყველაფერთან ძალიან ახლოს ხარ. მოკლედ რასაც ქვია ცენტრი, ზუსტად ცენტრში ვართ.
ვერ მოვითმინეთ და მოვაგენით თან ძალიან კარგ ლოკაციაზე მოვაგენით ბელგიურ ვალს ეს არის ჩვენი სასტუმრო Hotel Craves ესე ქვია და გუშინ ისეთი გათიშულები ვიყავით საერთოდ ვერ მივხვდით რომ გვერდით გვაქვს Carrefour-ი რაც ძალიან აუცილებელია ზოგადად მოგზაურობის დროს რომ გვერდით გქონდეს მაღაზია სანამ ჩვენი ვაფლი დამზადდება მოდი განახევთ ფასებს Red Bull-ი 2.39 евро ხილბოსტანი რაცა 2.29 ესეთი ფასებია ხილეული რა იაფია ღმერთო ჩემი 1 евро ისინი ჩვენთან რა ღირს მე მგონი კი იცით ყველამ პუნთუშები 1 евро ძირითადად 50 ცენტი ქვემოთ აი დონატები 1 евро ლედანო აქაური ხელფასი რო გაქვს დაახლოებით 3000-4000 евро ნუ ყვება არის ძალიან იაფი ყველაფერი ძალიან იაფია ხა რაღაცების ყიდვა მინდოდა მაგრამ ძალიან დიდი რიგია და ძალიან მიზარება ეხლა ამ რიგში დგომა უბრალოდ ფასებს განახებთ და ცოტა რომ დაიცლება ეს ხალხი საღამოსთვის უკვე მეც ვიყიდი რაღაცებს ხა ვაფს ველოდები მოკლედ გავალ ჩემცოლს გავახარებ თორე რაც ჩამოვედით მაგას მეუბნება რომ ვაფლი უეჭველი გავსინჯოთ და გამზადდა ჩვენი ცხელი შოკოლადი და ბელგიური ვაფლი რომელსაც დაახლოებით 20 წუთი ველოდე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხია და სამწუხაროდ ჩვენ შვილს უღალატეთ ჩვენი შვილის გარეშე მოგვიწევს გასინჯვა მაგრამ არა უშავს გავასინჯებთ მაგრამ რომ გაიღვიძებს ეხა ავალ სასტუმროში მოკლედ მიუტან ჩემ მეუღლეს მოხალატეში მამა პატიო მამა ჩვენთან ახლოს იყო ბავშვთა გასართობი რაღაც ატრაქციონები და ესეთი განსხვავებული რაღაცნაირი და რა თქმა უნდა ჩემი შვილი დავსი 4 евро ღირს ერთი რაღაცა აი მამასი უემოციოდ საშობაო მარკეტებზე ბრიუსელი სრულიად სხვანაირია. განათებები, ცხელი შოკოლადი, ვაფლის სურნელი და ნამდვილი დღესასწაულის განწყობა. მოვედით ულამაზეს ეშმაკის ბორბალთან, სადაც შესვლა არც ისე იაფია, ერთი ადამიანი 10 евро, ხოლო 2 წლიდან ზევით ბავშვი ღირს 6 евро. ამში დაგვიჭდა 26 евро ერთი გაკატავება და ნახოთ როგორი იქნება, თუ ჯობია მთაწმინდის პარკს. რა ჩემი ბავშვისთვის საჩუქრები მიჩქებია თურმე ყველაფერი არარაობა ყოფილა, რადგან მხოლოდ ეს აბედნიერებს სტიჩის რაღაცა ბუშტი. ამაზე ბედნიერი მე არ მინახავს. მთელი საღამოა, ძალიან ბევრს დავდივართ, არ სად ადგილი არის, საგიჟეთი ხდება.
ეხლა ჩვენ სასტუმროსთან ახლოს რაღაცა ვნახეთ, მოკლედ, სადაც ერთი ადგილი იყო და დავსხედით. რაღაცა ლუდი უნდა გავსინჯო, მოკლედ, ბელგიური და ვნახოთ, როგორ მომეწონება. ამა მეგობრებმა მომემზადოთ. მოგიტანე. ძალიან კაია. ძალიან კაია. всё. თორემ შავ დღეს გადადადემ სულს მოვიტან. დუდუასა ხელეჩოს და დატუ ხესაც. მოთი ხის ძირსაცა. შენც შეგჭამ და სინისისისა ხარ мама? ნიგეგე შემომხედე. ეხლა მივდივართ რომ თან ჭამოთ რამე და თან კიდევ ლუდი ერთხელ გვინდა? დავაგემოვნოთ აქაური ლუდი. არ ვიცი, მე გუშინ დღეს გავსინჯეთ ლაპარაკობს, შედარებით მაგრამ ლუდი ნორმალური ვიჭველი ვიდრე გვინდა პირველ დღეს. დღეს მოგვიწია დალევა და კარგი იყო. და ეხლაც ვნახოთ სადმე იქნებ გემრიელი ლუდი დავლიოთ. თან გვშია. ლუდი და კანჭი ვაფშე. ლუდის არჩევაში ჩვენ ძალიან სუსტები აღმოჩნდით. ChatGPT-ც არ გვეხმარება დიდად, ამიტომ თვითონ მიიტანს თხოვე, რომ 4 სახეობის ლუდი მოეტანა გასასინჯად და რომელიც იქნება საუკეთესო იმას დავლევამის შემდეგ. სადმე როცა მოგზაურობთ, აუცილებლად მივირთმევთ ლუდს. დიდი მოყვარულები არ ვართ, საქართველოში იშვიათად ვსვავთ, მაგრამ ზაფხულში მოსულა, ასევე მოსულა სადმე როცა ხარ სამოგზაუროდ. გავსინჯავ და გეტყვით რომელია ყველაზე გემრიელი. დავიწყეთ. აუ ძალიან კაია, პირველივე ძალიან კაია. ეს ძალიან მომეწონა. მოდი ხე შენ წადე აბა. დიდი მადამ მელედენი დარიეთ ეს გასართობი ცენტრი ბრიუსელის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თომასზე უკეთ ჩვენ მოვახერხეთ გართობა.
ჯამში 1 საათიანი ვიზიტი 30 евро დაგვიჭდა, რომელიც ბოლომდე ვერც გამოვიყენეთ. ძალიან ბევრი ვიარეთ, დაახლოებით 20,000 ნაბიჯზე მეტი გვაქვს გავლილი, 13-14 კილომეტრი. ხო, ძალიან დავიღალეთ, მაგრამ რაღაცები ვიყიდეთ, ბელგიური შოკოლადი. აი, დამიფიქსირეთ ვინ მიშლის გადაღებაში ხელს. ხო, დაახლოებით 80 евро დაგვიჭდა თავის სუვენირები და შოკოლადები, არ არის სიაფი, არც შოკოლადი, არც სუვენირი, მაგრამ რა ვქნათ, ყველა გველოდება საქართველოში ჩვენ. კაი, мама, ეს ბავშვი არ გვაცდის არაფერს, არც ვიდეოს ჩაწერას და არც გადაღებას დარბის. мама, ერთი წამი გეხვეწეთ. ხო, ეხა ავალ სასტუმროში დავისვენებ და დილას კიდევ შევხვდებით. დროებით წავედით. დღე მეოთხე, დღესო და ცივი დღე გათენდა. გუშინ ძალიან დავიღალეთ და დღესაც გამომყვა ეს დაღლილობა. მაგრამ ხა მივდივართ თავი კანდაკების სანახავად. ბავშვი რომ აფსავს, ალბათ გეცოდინებათ. და ნახოთ. ნუ ისე წასვლა არ შეიძლებოდა ეგ რო არ გვენახა, ამიტომ მივიდეთ. აი მეგობრებო, 10 წუთი ამისთვის ვიარეთ და ამ ხალხს ალბათ 10 წუთი ავიციანე, აი ეს გვენახა, სასწაულია პირდაპირ. ან როგორ აფსავს, და ამ ყველაფერს საერთოდ უბრალოდ ხალხის რაოდენობა დააფიქსირეთ დილის 10 საათზე. ან ზუსტად არის 11-ის 7 წუთი დილის და ხალხი ანუ რასიგიჟე ხდება ამ კანდაკებისგან. мама, რა საკეთე? აიღე ის. კოჩა мама. ხო, ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ორი სიტყვით გავაკეთებ შეჯამებას. რა სიტყვი როგორ მოგეწონა შენ? ძალიან ლამაზი ქალაქია, დიდი სიამოვნებით კიდევ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ სანახავად, მართლა ძალიან ლამაზია. უბრალოდ რაც შეიძლება რომ გაითვალისწინოთ, ჩვენთვის მაინც ძვირია. ანუ ვისაც ლარში გვაქვს შემოსავალი თუნდაც, იმათვის ძვირია. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ თუნდაც იაფია, მაინც ძვირი გამოდის. ხო, ევროში ვისაც აქვს თუნდაც აქაურ ხალხს, ანუ ძალიან იაფია მათთვის პირდაპირ ვიტყვი. ხო, რა ვიცი, როგორც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს შეეფერება, ზუსტად ის მოლოდინები აგვისრულდა და მე ძალიან ყვაყოფილი ვარ, ჩემი შვილი ძალიან ყვაყოფილია და მე ძალიან ყვაყოფილი. ჩემი მეუღლე ძალიან ყვაყოფილია. მოკლედ, მომავალ შეხვედრამდე, მომავალ მოგზაურობამდე და კიდევ შევხვდებით. мама, დაემშვიდობე? დაემშვიდობე, კარგად.